ეთერში. ინფრასტრუქტურის მინისტრი ტიტახეთშია დავით ნარმანია სტიქიის ზონის სოფლებს ათვალიერებს. მინისტრმა სოფელ ბაკურციხეში ხიზანიშვილების ოჯახი მოინახულა და ადგილზე დაეცნო რაიონში არსებულ მდგომარეობას. მინისტრის განცხადებით დღეს ის ყველა დაზარალებულ სოფელს მოინახულებს და მთავრობის ხდომაზე პირადად დააცნობს მინისტრებს გურჯაანში სტიქიის შედეგებს. ამ დროისთვის გურჯაანის დაზარალებულ სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება და სრულად არის გაწმენდილი გურჯაანის ცენტრალური ავტომაგისტრალი, ასევე სოფლის შიდა გზების ნაწილი. უკვე ცნობილია, რომ სიტყვამ 2000 ჰექტარი სავარგული გაანადგურა, ინფრასტრუქტურულმა ზარალმა კი 300,000 ლარს მიაღწია. მთლიანი საქმე დაზიანებულია, მთლიანი ეზო აღარ არის და მთლიანად კალაპოტი გაიკეთა, აი ნახეთ. ხევი პირდაპირ უკვე იმ კალაპოტში აღარ ვაძლევება, თავის კალაპოტი გაიკეთა. ჩემს ქვემოთ რაც არის ყველაფერი მიავს. სახლის მდგომარეობა საძირკველი აღარ აქვს, ჭერი აღარ აქვს, აღარაფერი აღარ აქვს. გუშინ ვისაუბრე მე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ზოგადი ინფორმაცია მივაწოდე თუ რა მდგომარეობა იყო. დღეს დეტალურად ვნახავთ ყველაფერს, უკვე დათვლილია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და ზიანი. აქედან გამომდინარე მე შემეძლება უფრო დეტალური ინფორმაცია გავაკეთო ხოლ საქართველოს მთავრობის ხმაზე, ვაპირებთ მივიღოთ გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურული ზიანის ანაზღაურება მოხდეს.